მიხარია რომ კოლეგა ხარ. კოლეგა ვარ. ხო, აბა. Softbox-ი შენზე უკეთესი მაგაგზა. 3 კამერით ვიღებ. მერკეტი მომეცა რომ მე შენთვის მომეწერო. მეთქი მე ისავარ კრეატორში ალბათ მიყურე. მამ ხელა მესიჯი მომწერა ღმერთო იმენ რა ყველა აბზაც გადავახტე. საბოლოოდ გავითვალისწინებ. ჰიტას მივწერ hey you up. და ჰიტა უკვე გიცნო. და ჰიტა არ ნახავ შენ მესიჯს ერთი კვირა გიძ. მოგესალმებით, ეს არის არხი სალის ბაბლი და დღეს ჩვენ საყვარელ ფორმატში საერთო ენა ყავს მოწვეული საყვარელი ანანო თოთიაური. საყვარელი სტუმარი. ყველასთვის საყვარელი. ყავა დავლიეთ სანამ დავიწყებთ ჩაწერას. წინ გვაქვს 4 დებულება, რომელსაც რიგრიგობით ავიღებთ, წავიკითხავთ და მე შევეჭიდებით ერთმანეთს და ვეცდებით რომ გამოვნახოთ საერთო ენა. და რა ქვია ამ გადაცემას? საერთო ენა. და ყველასთვის საყვარელი იუთუბერი, კონტენტ კრეატორი. კარგი შვილი და უკეთესი შვილი. მანდილოსანი. საამაყო ქართველი. ნამდვილად. ანანო თოთიაური. სალიმ მომწერა მეილზე უგრძესი მესიჯი 200,000 გულით და რო წავიკითხე და მეცა მართლა დიჯდოსტატის მარჯვენის მერე ეგეთი გძელი არაფერი წამიკითხავს და თქვენ ალბათ იცით რომ მეო კრეატორში რაღაცა შეიძლება ნანახი გქონდეთო და მე რა თქმა უნდა მქონდა ნანახი და მე გეტყვი რატო მოვედი აქ მე ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ და ვერ ვიტან სახლიდან გასვლას მართლა მძულს და იმიტომ მოვედი რომ ჩემი აზრით სალის ქონდა ძალიან კარგი მუხტი და ეგეთი კარგი მუხტი რო აქვს ადამიანებს მე მინდა ხოლმე რომ მეც თუ ჭირდები რამეში გამოვადგე და ჩემი აზრით ამ დადებითი აურადი ბევრს მიაღწევთ YouTube-ზე ეხა შენ შაქარიო რო ეყობენ ხო ეს გადაცხოვე кайხა გადავიდეთ ჩვენს გადაცემაზე საყვარელი საქმე მარტივად შეიძლება აქციო შემოსავლის წყაროდ მაგაზე მე მგონია რომ დავთანხმდებით ერთმანეთს არა არ ვიქნებოდი მთლად მაგაში დარწმუნებული რა ვიცი ჩემი საყვარელი საქმე იყო დრო როცა იყო მსახიობობა და მივატოვე უნიჭო იყავით უნივერსიტეტის პერიოდში თამაშობდი თეატრში და ყველა ჩემს გარშემო ვინც ჩემთან ერთად თამაშობდა მიდიოდა კასტინგებზე და რაღაცეებზე და მე რატომღაც არასოდეს არ მინდოდა და თან ხშირად მეუბნებოდნენ რომ აი გაყევი შენ საყვარელი საქმე თუ არის მსახიობობა გაყევი და მეთქი არა მირჩევნია უბრალოდ ჰობის დონეზე ვაკეთო ხო ეგეთი საყვარელი საქმე თუა გეთანხმები რომ ძალიან რთულია მაგით ფული შოვნა მაგრამ მე მგონია რომ აი მაგალითად მე ხატავდი ხო იყო ხოლმე ერთი პერიოდი ჩემი საყვარელი საქმე ხატვა თუ უკვე თვით დამკვიდრებული მხატვარი არ ხარ შენს ნახატს ნაკლებად იყიდიან საქართველოში ამიტომ მაგით ფული შოვნა გაჭირდებოდა მაგრამ შეგიძლია მიდგომა შეცვალო წიგნების ილუსტრატორად იმუშაო ყდების დიზაინი გააკეთო ან გააკეთო პრინტები და დაბალფასად გაყიდო დიდი რაოდენობა ანუ მე მგონია რომ საყვარელი საქმით ფულის შოვნა შეიძლება უბრალოდ თუ მიმართულებას შევცვლით და ჩვენს აზროვნებას ამასთან დაკავშირებით. აი ახლა ხო კამერის წინ არ ვიტყოდი ახლა რომ მსახიობობ, მაგრამ იდეაში კამერის ხო? კი, ეხა ამ საუკუნეში და ინტერნეტის სფეროში ხალხი არის რომ მართლა სკეჩებს აკეთებს, თვითონ წერს, თვითონ პროდაქშენი ყველაფერი. გიორგი ვარდოსანიძემ გასაგებია რომ მსახიობი იყო და ეგ ბექგრაუნდი და ნაცნობობა, მაგრამ უკვე იუთუბერია, ჩვენი ძმა, ჩვენი კოლეგა და დაიწყო სერიალი, სადაც თვითონ აკეთებს პროდიუსინგს და თვითონ იყვანს ხალხს მსახიობად. ამიტომ თვითონაც არის მთავარ როლში. ამიტომ ჩემი აზრით შენ მაინც შეგიძლია გახდე მსახიობი თუ შეცვლი მიმართულებას როგორ იფიქრებ ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი YouTube-ის დაწყების мотиваცია ის იყო, რომ მაშინ მაგისტრატურაზე ვსწავლობდი TSU-ში, საერთაშორისო სამართალზე რაშუაში იყო. მაშინ იყო პანდემია და ჩემი მიმართულებით 0 სამუშაო. მართლა არაფერი არ შევებოდა საერთოდ. მოდი მეთქი დრო მაქვს სახლიდან ონლაინ ვსწავლობდით იმ პერიოდში პანდემიის პერიოდში და მოდი ვისწავლი რაღაც ახალ სკილებს. დავიწყე ფოტოშოპის სწავლა, დავიწყე ილუსტრატორის პრემიერის, ეს Adobe პროგრამები ვისწავლე და გადავწყვეტე რომ მოდი მეთქი ჩემს სკილებს რაც მაქვს YouTube კონტენტად ვაქცევ. მაშინ ვფიქრობდი რომ მე რა შემიძლია. ვიფიქრე რომ თუ ცნობილი ვიქნებოდი, უფრო მეტი შანსი მექნებოდა სამსახურის შოვნის. ეგრეც არის. მოდი ვაღიაროთ ახლა.
და მე შენი სამსახური რო შენი ცნობადობა გახდა. ბოლოს ეგრე გამოვიდა. მე არც კი წარმომედგინა ოდესმე, რომ ანუ კონტენტის კეთებით რო ფულს ვიშოვდი, არც წარმომედგინა. ისეთი დაბალი იყო მაშინ YouTube-ზე მონეტიზაცია, არც ეხა წინავს, მაგრამ მაშინ მართლა ის 300,000 ნახვაზე შეიძლებოდა $40-30 დაეწერა რა. იმდენად დაბალი იყო და არ წარმომედგინა ამის მონეტიზირება. არც ბევრი სპონსორი იყო. მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ უფრო კონტენტ კრეატორად ვიქცე, ვიდრე მხატვრად და როდესაც ახლა ამაში მეტი განაზღაურება, რატო გააკეთები იმას. უკვე იმდენი სკილი ავით ვისი ამ სფეროშიც. მონტაჟიც შემიძლია, გადაღებაც შემიძლია, სოციმედიაც შემიძლია, კულინარიაც შემიძლია, რომ რამე ზარეულადაც აქ და ბოლო-ბოლო ეგ ჩემი 2 დიპლომი რომ მინდეს. გადმოვიღებ და გადავწვენ წვერს რაღაცა იქნება. მეც ეგრე. დაგანახებ ცოტა სხვა მიმართულებით რა, რომ აი სიტყვა საყვარელი საქმე. რატოა საყვარელი? და რამდენჯერ გამიგონია ახლა ჩემს გარშემოც რა, რომ აი საყვარელი საქმე დაუწყიათ, თქვათ, და მე ბრძოლა გადარჩენისთვის გამხდა რა, ეგ საყვარელი საქმე და შეზიზღებიათ მე ეგ საყვარელი საქმე. და აი მაგას უზერას მეტყვი. ფასი გაზარდეთ. ამ საყვარელი საქმის? კი. ყველა შეკვეთაზე არ დათანხმდეთ. ახლა რო ქშია, ყველაფერზე თანხმდები რა. და binder done-that. ახლა მე ვაკეთებდი ხოლმე დიზაინერს $1 $1, იმიტომ რომ იმხელა იყო კონკურენცია უცხოურ საიტებზე. რომ ანუ რაღაცით უნდა დაგეწყო რა, ვიღაცის როგორ გითხრა, ნდობა უნდა მოგეპოვებინა და $200 და $100 ეგრევე არავინ განდობს. შესაბამისად ძალიან ქვემოდან დავიწყე რა, ამ $1-დანაც 20% საიტს მიქონდა. 80% მქონდა $80 რა და იმ 80-დანაც $5 აკლდებოდა გადმორით. მოკლედ რა, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ვიღაცა ახლა ამას ძალიან სევდიანად მოყვებოდა. შენ თავს აქცევ ბრენდად და მე ისინი კი აღარ მოდიან შეკვეთაზე, ვისაც უბრალოდ რეალისტური მგლის ნახატი უნდა და შენ აქ ფერიებს ხატავ. მე უკვე მოდიან იმისთვის, რომ ვაუ, მოდი ანანოს ნახატი მქონდეს, იმიტომ რომ მისი სტილი მომწონს. ანუ რაღაცა პერიოდი ყველაფერზე ხარ თანახმა და მაგიტო გზიზღდება ის შენი საქმე. რომ შენი სტილით არაკეთებ, შენი გზღუდავენ ტოპის გადგანა და ისე უნდა აქციო შენი თავი ბრენდად, რომ მე ვიღაც რომ მოვა და რაღაცა სამუშაო შემოგთავაზებს. ისე უნდადეს როგორც შენ აკეთებ. ან რაღაც დონემდე პრინციპებს ცოტა გადააბიჯო, მაგრამ თავიდან შეიძლება მე ისევ take control რა. Nice. თორე დაკარგავ სიყვარულს, აუცილებლად. შემოქმედებით საქმიანობაში ნიჭი შრომაზე მნიშვნელოვანია. ზეგანო ნიჭო ხარო მითხარი. როგორ გაბედე? აბა. მე არ მჯერა ეგრე ძალიან ნიჭის. შენ ნიჭიერი ხარ? უფრო შრომელი? რატომღაც დამაკნინებლად გესმის ეგ ნიჭიერი ხარ რა? დამაკნინებლად, უბრალოდ ნიჭიერი ჩვენ გგონია რომ ვიღაცა რო კარგად ხატავს, ეგ არის ნიჭიერი და ნიჭიერი იცი ვინ არის? 4 წლის სახში სიგიჟეებს რო ხატავენ. ეგენი მაგათ არ ვუნდერკინ შეძახია. ანუ მე მაგას ვეძახი ნიჭს რა. და მე რო ეხლა 5 წელი გადავმითვხატე და ვაუ, ეხა უკვე კარგად გამომდის, ეგ ნიჭი არ არის, ეგ არის შრომა. ეხა მუსიკოსობა თუ გინდა და სმენა არა გაქვს, ანუ მაგაში გამოიხატება ნიჭი უნდა გქონდეს. აი რაღაც საბაზისო უნდა მიმართულებას გააჩნია რა. ხო. იმიტომ რომ აი შენ საქმიანობაზე რო ავიღოთ? ჩემ საქმიანობაზე შრომა უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ხატრობა ისეთი რაღაცა რომ ვიტყვი რომ კონტემპორარი არტია ძმაო. ეხლა ზოლს მე დავე ხო? ხა მალევიჩი შავი კვადრატი ვიღაცა იფიქრებს რომ მე შემიძლია დავხატო როტკოს ყველა ნამუშევარი მე შემიძლია დავხატო. ხო, ვადეგი დახატე კაცო ვინ გიშლის. მაგაშია საქმე ყველაფერი შეიძლება. არტი ეგეთი რაღაცა. ყველაფერს გააправებ ბოდიშ შემსწავლად. არტია. რა იუთუბერი რო იყო ნიჭი უნდა გქონდეს ალბათ? რაღაც თანდაყოლილი ნიჭი თქვათ ქარიზმატულობის ან რაღაც არა. იუთუბერობისთვის არაფერი არ ჭირდება. ისევ იქ მივდივართ რომ ნებისმიერი საქმე შეგიძლია მონეტიზირებადი გახადო. ჩვენ ხო გვაქვს გამოთქვა ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. მასწავლებლები რო იწახდნენ ხოლმე სკოლაში გასულ. მე ვარ ნიჭიერი და ზარმაცი ადამიანი. ანუ ნიჭიერში გულისხმობს სწრაფად ათვისება შემიძლია. ვფიქრობ რომ ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია. უფროზე არ არის. ჩემი აზრით ეგრე დაწერეთ. ესანეთ სავსებს რას მიქვია ახლა. შენ დაწერილ კითხოს უპასუხე. ნიჭი შრომაზე მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ არც შრომა არ არის ნიჭზე მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით ერთმანეთს სავსებს.
ნაირად. აბა რა გონია რომ 8 მილიარდ ადამიანში ყველა ნიჭიერია? ნიჭი ხო ის არის რაღაცა მიუწვდომელი. არა, ნიჭი არის რომ რაღაცა თანდაყოლილად რაღაცა საბაზისო გაქვს. თანდაყოლილად როგორ შეიძლება რამეში რამე გქონდეს? რავი ხო არიან ბავშვები რომლებსაც უყვართ მაგალითად აი მე და ჩემი და რო ავიღოთ რა მე ყოველთვის მიყვარდა ხოლმე სტუმრები რო იყვნენ ჩემთან სახლში მოსულები მე რაღაცებს ვდგავდი ხოლმე რაღაცა ცეკვებს და სიმღერებს და ჩემი და ესე იჯდა და ნიჭიერი ყავი ბავშვობიდანვე? თუ უბრალოდ გიყვარდა? ეგრევე დრამის შენ თავზე ხო ვერ იტყვი რომ ნიჭიერი ვარ ვინმე თუ არ გითხრა როგორ ვერა? შენ ვერ ხვდები რაში გაქვს ნიჭი? ეხლა მე თმის გაკეთებაში არ მაქვს ნიჭი და მეტყობა ხო? მე რაც არ უნდა ბევრი ვიცვალე და ვერაზროს ვერ ვიკეთებ კარგად. მე მაქვს ნიჭი. ხო. ანუ არა მაქვს ნიჭი. დაჟე ამაში ვიშრომე, რაღაცები ვიწვალე და მაინც აი ვერ ვიღებ შედეგს, ხო? ვეცადე რომ ფენი სწორად დამეჭირა, ვეცადე რომ რაღაცა მექნა. ანუ ბევრად მეტი უნდა ვცადო რომ რაღაცა დონე აი ამ დონემდე მივიდე. და ხო ხვდები რა შეიძლება. ეს დონე რა არის? TikTok-ს უყურე და გავიმეორებ. გასაგებია და მე ვერ ვიმეორებ, მაგაშია საქმე, არ გამომდის. ორატორულ ნიჭს ვეძახი, აი მორგან ფრიმანი რო ლაპარაკობს რაღაცა ძალიან სერიოზულად. დოკუმენტური ფილმის განხმოვანებელი. დოკუმენტური ფილმის განხმოვანებელივით რო ხარ, ეგ არის ორატორული ნიჭი რა. შენ თუ 2 წამში ერთხელ ვიდეო ვჭრი, მე როგორც ვაკეთებ რა, რომ აი მე ისე გამირბის ეხლა ფიქრები, რომ შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა ვერთხი გაიგოს ისი თქმა მინდა საერთოდ, იმიტომ რომ აი ფიქრიდან ფიქრზე ვხტები, მე ჩემი სიტყვები ასწრებს ერთმანეთს, ანუ არ გამომდის ხო ორატორული ნიჭი არ მაქვს. მე რომ ნიჭი მქონდეს, შეიძლება ყველაფერს ესე ვაკეთებდე. არ ვაკეთებ ეგრე. შრომობ. ალბათ ეს ხედვა უფრო აი შიშიდან გამომდინარეობს რა, რომ მე თუ ფიქრობ რომ შენ არ ახარ რაღაცასი ნიჭიერი, არც შრომას არ ჩადებ, იმიტომ რომ უფ მაინც არ გამომივა და აი ვარ ნიჭიერი და გასამართლებელი. ხო, თავის გასამართლებელი ზუსტად. ნიჭიერებს ნაკლები დრო ჭირდებათ რა. ფორა აქვს აღებული. ფორა აქვს რა. რეალურად. ფორა აქვს. გეთახმები. Yes. Wow. მივახციეთ კიდე. რაღაც მომენტში მეგონა ხელს დამარტყავდი. არა, ეს ცუდი ის მან ხო? ეში საუბრის მანერა, არა და გულში რაკეთილი ადამიანი. საქართველოში შემოქმედებითი პროფესიები არ არის საკმარისად დაფასებული. მან ისე იქ მივდივართ, რომ როცა მშია, არ მაინტერესებს არც მუსიკა და არც მაღალი მატერიები. ისე ის სტერეოტიპი რო არის, ხო იცი, ის შემოქმედი და ხელოვანი ადამიანის სტერეოტიპი რა, რომ აი რაღაცა სტატუს კოს არ ერგება და რაღაცა აი კინოებში სხვა გინახავს რაღაცა რომ არტისტები რაღაცა crazy ხალხი და რაღაცა ფანქარი რო აქვს თმაში გარჭობილი და რაღაცა ნუ შემოქმედებითი და პროფესიები ერთ ფრაზაში რო არის, თითქოს რაღაცა მაერორებს შენ არა? მე ვარ ძალიან პრაგმატული ადამიანი. Okay. ეს ძალიან გაფრენილი ხალხის არასდროს არ მესმოდა. იუთუბერობა შემოქმედებითი პროფესიაა შენი აზრით? შენ ხო შემოქმედი? საბოლოო ალბათ კი. ხო. შემოქმედი ბევრი რაღაცას მოიცავს. ძალიან ბევრი რაღაცას მოიცავს. ხარ შენ რო გაანათეს იასამნის ფრად და გუშინ რომ წერს რომ შენი სკამის ფერ შარვალს ჩავიცვამო რომ ლამაზად ვიყო და შენო მეორე სკამის ფერი ჩაიციო ცისფერი ჯინსი მაგიკა მაცვია და რაღაცა ერთმანეთის ფერებში იუთუბერობა როგორც პროფესია რამდენად დაფასებულია საქართველოში? მე არ მყავს სპონსორი YouTube-ზე ესე გრძელვადიანი და არც არასდროს ვყოლია. და არიან ადამიანები, იუთუბერობაც ძალიან კარგად არის დაფასებული. ანუ როგორ ხედავ მაგ დაფასებას, ანუ ფინანსურ დაფასებაზე მიდიხარ თუ ადამიანის აზრზე? რაღაც 5 წლის მერე მარტო ტაში აღარ გჭირდება, ხო? მე ახლა სხვა სოციალური ქსელები უფრო აქტიური მაქვს ესე რომ ვთქვა და რატომ აქ უფრო აქტიური? იმიტომ რომ იქიდან მეტი ფინანსური დაფასება მივიღე. და ამას უკვე ჰობის დონეზე ვაკეთებ. მის თქმა მინდა და YouTube-ზე ხო უფრო იშვიათად ვიდრე TikTok-ზე და Instagram-ზე. იმიტოდებ უფრო იშვიათად რომ ჯერ არ დამიდი ეგ ვიდეო, მაგრამ უნიკალურ სასტუმროებში დავჭი საქართველოში, სადაც 1000-1500 ლარისი მაგ დახარჯული მაგ ვიდეოზე, როგორც აქ არაფერი რა, 1 წუთიანი ვიდეო გამოდის. ეგ არის ჩემი ჯიბიდან დახარჯული. არც ელოდები რომ უკან დაგიბრუნდება? უკან რანაირად დამიბრუნდება, რავი, $50 მონეტიზაციით. ან არაფრით უკან ეგ ფული არ დამიბრუნდება რა, მაგას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მიყვარს და გამისწორდა რაც გავაკეთე რა. დრონი ვიყიდე 4000 ლარიანი, აი მაგ ვიდეოს გადასაღებად. და 5 წამიანი კადრი მაქვს მაგ დრონის გასმული, მართლა, ანუ მე არ ხო და ამას იმის გამო ვაკეთებ და ამის გაკეთების შანსი იმიტომ მაქვს, რომ ის სხვა პლატფორმებზე შრომობ. იმითი აფინანსებ ამას რა და იქაც რო არ მქონდეს დაფასება და არც აქ მქონდეს დაფასება
გული დაგწყდება და შეიძლება შეგზიზღდეს კიდევაც. დამატებითი სამსახური აღარ აქვს. აღარ მაქვს. რამდენი ხანია? კაი ხანია. 1 წელიწადნახევარი. 1 წელი. შენი წყალი გადმომისხეს. ეს ფული იმიტომ მინდა რომ ისევ ის საყვარელი საქმე ვაკეთო ეხლა. ხო მოგზაურობაც გიყვარს. ძალიან. მოგზაურობა აქციე კიდე კონტენტად ეგეც. ხო, ეგ იმიტომ რომ ნახე YouTube-ზე განსაკუთრებით. აი შემოქმედებითობაზე რო ვიყავით რა. მე რეალურად ეხა ევროპა არავის არ აინტერესებს რომ მიდიხარ და ეიფელის კოშკიდან დადგე სურათი გადაიღო. იმიტომ რომ ყველამ ნახეთ უკვე ეიფელი რა საქართველოში და რა უნდა ხდა რომ ეს ევროპაში შენი მოგზაურობა აქციო რაღაცა კონტენტად. მაგასაც შემოქმედებითობა უნდა და მაგიტომ ის სერიები დავიწყე რომ აი YouTube მონეტიზაციით მივდივარ რა. მართლა YouTube მონეტიზაციით მიდიხარ? მამ იქ რასაც ვაჩვენებ ვიდეოში ხა ნასკს თუ ვიყიდი ეს არ არის რელევანტური ჩემი აზრით ვიდეოსთვის ხა მე რო წავიდე იქ და იქ ფული გამითავდეს ეგეთი გიჟი ადამიანი არა ვარ რა თქმა უნდა ანგარიშზე მაგ თანხა რომ ვაი და გავმაზე ფრენა იქ არ დავრჩები იმიტომ რომ მქონდა ეგეთი პერიოდი 3 ღამე აეროპორტში ვიცხოვრე არც დაგიფინანსეს არაფერი შემდეგი ფრენა ხო? თუ შენი ბრალი იყო რეალურად. შენი ბრალი პოლარიზებული ის უნდა ამეყო დებულება უფრო. ხო, მოკლედ ჩემი აზრით შემოქმედებით პროფესიები საქართველოში ძალიანაც ვერ არის დაფასებული. მაგრამ იმ დაფასებას შენით უნდა სახი გაიძრო რა. ხო. ახლა საქართველოში უფრო მეტად უნდა იმუშაო, ვიდრე შეიძლება გემუშაო ამერიკაში. უფრო მეტი ნებისყოფა არის საჭირო. ხო, როცა მოთმინების უნარი. რა, აი რო ამბობენ ხოლმე რომ ამას ვიღაცა ყავს. თელი ჩემი ცხოვრება მინდოდა რომ არა დემე არავინ არ მჭირდება მე ჩემით მივახწევ ყო ნეტა ვინმე მყავდეს. ეხლა უკვე ღმერთო აი ნეტა რამით წინ ვიყო, ნებისმიერი რამით ვიყო, არა სტანდარტული ადამიანი რა. არ მოვდიოდი ღარიბი ოჯახიდან. ვიყო სუპერ ლამაზი, ხო ხვდები აი ისეთ სილამაზეზე მაქლაპარაკი რა ეს რომ გააქნევდა უკვე მილიონი ნახვა როგორ. Face card-ი რა. აი რამე რაც კი ნებისმიერი რაც კი დამეხმარება წინ წასვლაში, ნეტა ყველაფერი მქონდეს. ნაცნობობა რატომღაც ითარგმნება? ნაცნობის ქონა რამე სფეროში, ნაცნობობა ითვლება რომ თითქოს აი ავტომატურად ნეპოტიზმში გადადის და ხან არ არის ნეტვორკინგია. რომც იყოს, მე მაგას ვამბობ, რომც იყოს, ის მდიდარი ოჯახიდან არის კაცო. ეს ყველაფერი არის ისევ წეღა რომ ვამბობთ ნიჭეზე და შრომაზე, ისევ ჩვენი თავის დამშვიდება რა. კრეატორის კონკურსში ერთი ბიჭი რო არის ზუკა, თუ იცი. აი გიგის მეგობარია რა. თითქოს ცუდია ეგ რა, რომ გიგის ძმაკაცი როგორ გადაიყვანეს უეჭველი ჩაწყობილია რაღაც ანუ ეხა გეტყვით, მე მქონდა ეგ შემთხვევა ზუსტად PSP-ს მქონდა კონკურსი, რომ ორ ეტაპიანი კონკურსი, სადაც მე მიყავდი კორეაში და აზრზე არ იყვნენ ვინ ვიყავი. მართლა დედასფიცა ვარ, საელჩოში გავიცანი ხალხი და აზრზე არ იყვნენ მე რა ვიდეოს ვიღებდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულნად შეიძლება არც აწყობდეს დიდ ბრენდს შენი გადაყვანა შემდეგ ტურზე, იმიტომ რომ უეჭველი ცუდი ის მოყვება რა, რეაქცია. რა თქმა უნდა, ყველამ ჩათვალა რომ მე ინფლუენსერი და მაგიტო გადამიყვანეს. რასაც არავის არ გიკამათებით შეიძლება და მეც ეგ ის მქონოდა. მაგრამ ნახე, ის რომ გიგის ძმაკაცია, მე რო უკვე კრეატორი ვარ, ანუ უკვე დაწინაურებული ვარ განა იმით რომ აი ხალხი მიყურებს და რაღაც. იმიტომ რომ უკვე ვიცი ბრენდი რას ითხოვს. ესე რომ თქვი წეღან ნიჭერებს ხო ფორა აქვს, გამოცდილებსაც ფორა გაქვთ რა. მაგრამ მე ისიც არის რა, რომ მე თანასწორობა არის რღვევა. ხალხში არ არის თანასწორობა. სად გინახავს თანასწორობა, აბა მითხარი. კრეატორში უკვე წინ ხარ. კი. განა რამე გამოცდილება და ცონა მიიღე. ის ხალხი ხო გაიცანი. ეხლა თავს გაახსენებ ჰიტას რომ მე გახსოვს ეს გოგო ვარ. всё, ნაცნობობითაც წინ შეიძლება იყოს. აი, მოკლედ რა, არაფერი არ არის სამართლიანი. და ზოლა გადარჩენის მოცემულობის მიხედვით უნდა იშრომოთ. მე რო 5 წელი დამჭირდა 100.000 გამომწერზე ასასვლელა და ვიღაცას 20 დღე, იმიტომ რომ ჩემზე ქარიზმატულია, ჩემზე მაგარია, ჩემზე ლამაზია, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე ნიჭერია. ან არაფერი ჩემზე უკეთესი არ არის, მაგრამ ეგრე გაუმართლა. ხო. არიან. მე კი არ დავჯდები დავიბოღმები მე რა საშინელება. არა, უბრალოდ ეგ არის მოცემულობა რა სიზამ. მე ვიშრომებ რა. და როდეს მე დამიფასდება. რამდენიმე წლით გვიან იქნება. მაგრამ რა უშავს. სამაგიეროდ ჩვენ გაქვს ამდენ წლიანი ხალხის სიყვარული. რამდენი ვილაპარაკე და აბსოლუტურად დავწდი ყველა. რაც კი ამ ფუცლებზე წერია. გააგრძელე ბოლო. მე მენელი მჭირდებოდა ღმერთო და ჩემ ტვინში არ უნდა ლაპარაკობდი ამ ყველა. თერაპიაზე მეტი ის მოგცა. ფსიქოლოგთან მოვედი.
ოპა, ეს საინტერესოა შენ წაიკითხე. მე? უმაღლესი განათლება შემოქმედებით პროფესიებს არ სჭირდება. არ ჭირდება რა. მე მიყვარს უნივერსიტეტები. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ არ ჩაბაროთ არასდროს მაგას არ ვიტყვი. უნივერსიტეტი არ გჭირდება იმისთვის, რომ კოდექსის 92 მუხლი იცოდე ზეპირად. იქ არის ნაცნობობა, იქ არის community და აი მინიმუმ კარგი მოგონებები რა. ბევრი მიწერდა ხოლმე, რომ აი მე თვითნასწავლი ვარ და ეს ძალიან ეამაყებოდათ და ვიღაცა ვინც ძალიან მაგრად ხატავს, მაგრამ მასწავლებელთან არა. იმაზე წერდნენ, რომ აი ამას მასწავლებელი ყავს. ხო ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ჩვენ თავებს ვამშვიდებთ ადამიანები, რომ აი მე იმიტომ ვარ იმაზე ნაკლები, რომ ის ჩემზე წინ არის ამით და ჩილ, შენს ყავდეს მასწავლებელი. ჯერ ერთი ტუტორიალს რო უყურე YouTube-ზე უფასოს, უკვე ნიშნავს, რომ მასწავლებელი ყავს, ეგრე არ არის, შემოკარგო. და აქ ზუსტად მაგ ფორაზეა საუბარი ამ უნივერსიტეტზე, ჩემი აზრით რა. დისციპლინა ვისწავლე, community გავიჩინე, ხალხი გავიცანი. მე ძალიან მიჭირს ხალხის გაცნობა. მართლა? თუ მუხტი არ მომეწონა ადამიანს შანსი არ არის, ვერც შევეტენები, ვერც კარგად ვერ დაველაპარაკები. ანუ განა კარგად ვერ დაველაპარაკები. პროსტა არ დაველაპარაკები რა. ერთხელ და მერე всё. ხო, ანუ გამარჯობა, ნანო, ნახვამდის. ანუ networking-ი, მოდი ესე შევფუთოთ. ხო. ძალიან მნიშვნელოვანია networking-ი. სულ ისეთ ხალხთან თუ ქონდა ეს networking-ი, შენ ძმაკაცებთან და შენ დაქალებთან, ხო, შენთვის მისაბაძ ადამიანებთან უნდა გქონდეს მისვლის მუხტი, ანუ და мотиваცია, იმიტომ რომ შენზე ასე ვთქვათ დაბლამდგომ ადამიანებთან თუ იმეგობრება ანუ ხო შენთან მოვალ networking-ისთვის, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა ერთი დონის ხალხი ვართ და კარგად ვართ და ეხლა ჰიტასთანაც მიხვალ, მახარასთანაც მიხვალ, არა აქვს მნიშვნელობა იმას 100,000 იყავს თუ 0, ერთი და იგივე ტიპები ვართ რა. იერარქია არ არის ჩემი აზრით რა. აქ ყველა ადამიანი ანუ არ ვიკადრებ და 120 გამომწერიან არხზე არ მივალ, არ იტყვის მაგას. არა, რა თქმა უნდა არ იტყვის რა. და მე ეს ამას ვლაპარაკობ გაჩნია ალბათ პროფესიებს. ზოგიერთ პროფესიაში სნობებს მიაქვს რასიზმ, ხა ეგეთი პროფესია რა, არ იქნები სნობი, ვერ შეხვალ რა მაგ სფეროში. ჩემ სფეროში იურიდიულში კარგად თუ იყავი ლექტორთან, ძალიან დიდი შანსი იყო რომ დაგეწყო მუშაობა საჯარო სტრუქტურაში. და სოციალიზაციის კუთხითაც კიდე 12 წელი რო ერთ ადამიანებთან ზიხარ კლასში და მორჩები იმ 12 წელს და მე უნივერსიტეტში აღარ წახვალ და всё, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც 35 წლის ასაკამდეც კლასელებთან ერთად მეგობრობენ. და მაგის მეტი მეგობრები არ გაუჩენიათ ცხოვრებაში. კი. და ეგ კაია? არ არის კარგი. ის კლასელი უნდა ყავდეს, მაგრამ იმ კლასელიც კარგია, კი, ხვებიც არსებობენ. მე ეხლა რა, აი გეფიცებით ჩაკეტილი ვიყავი, მართლა იმდენი საქმე მქონდა, რომ ჩემი ოთახიდან არ გავდიოდი და რა წამს გავედი და ჩემს სფეროში თუნდაც ჩვენ მეგობრებს და კოლეგებს დაველაპარაკე. კიდე სხვანაირად შემიყვარდა ეს ჩემი მიმართულება YouTube-ს გულისხმობ. კიდე სხვანაირად დავაფასე, კიდე სხვა რაღაცები გავიგე. ანუ მარტო ჩემ ტვინში კი აღარ ვლაპარაკობ, იმას მოვისმინე, მივიღე ეს ცოდნა, გავიფართოვე თვალსაწიერი და სხვანაირად შევხედე და სხვანაირი мотиваციით აღვივსე. ამას ემსახურებოდ ჩემი აზრით უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არ გჭირდება უმაღლესი განათლება შემოქმედებითი პროფესიებისთვის. მაგრამ აი იქნება რომ ქონდეს. აი იქნებოდა ნაცნობობისთვის და ბევრი კიდე რაღაც სკილებისთვის. მე ჩემი უნივერსიტეტიდან ალბათ რომ ყველაზე კაი რაც წამოვიღე იყო ის ინგლისური დავამხეცე მაგრად. და ეს ინგლისური დამეხმარა მე კარგი სამოტივაციო წერილების წერაში რომ Upwork-ზე და Fiverr-ზე ამეღო შეკვეთები. ხო. ქართული YouTube-იც ცოტა უკან არის საერთაშორისო სტანდარტებისთან შედარებით რა და ინგლისური როცა იცი, იმ საერთაშორისო სტანდარტებს გამოიკვლე, უყურებ რეფერენსებს მოაგროვებ ისე და მისაბაძი გიყოლება უცხოელები და არა ქართველები. და შენ წარმოვიდგინე კიდე, აი რუსულიც რო ვიცოდე რა კაი იქნებოდა. მეც არ ვიცი. იმიტომ რომ რუსული ტუტორიალი ბევრად უფრო მეტია და ბევრად უფრო ტექნიკური ტუტორიალებია და ხატვის ტუტორიალები ძალიან მაგარი არის ჩინურ ენაზე. იცით რა მაგარი ტუტორიალებია ჩინურად? ანუ რაც კი გეძლევათ ცხოვრებაში, უმაღლესი განათლება, ნაცნობობა, ყველაფერზე აი ესე თავი აქნიეთ. კი. თუ უფასოა მით უმეტეს, არც ერთი მე უმაღლესი განათლება, არც ერთი დონე მე ფული არ გადამიხდია. ყველა დაფინანსებით თავი. 100% მქონდა, ხო, მეც საჯაროში, მეც ეგრე მქონდა.
ჩვენ შეგვიძლია ვისხდეთ სახლში და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სხვები რამდენად წინ არიან. ფინანსებით, სილამაზით, მით ნიჭით, აი ყველაფრით, ამას დედა ყავს, იმას მამა ყავს. და ჩვენ ვართ ამისი რეალური მაგალითი. შენ შეიძლება, რავი, 1-5 წლით წინ ხარ ჩემზე. ხო, ეხლა მე უკვე წლებით წინ ვარ შენ. ეგ თემა. და შენ შეგიძლია დრო დაზოგო ბევრ რაღაცაში. ხო, შეიძლება. მაგრამ მაინც ნაცნობობითაც წინ ხარ. მე ნაცნობები არ მყავს. ნახე, აი მე რაღაცით ვარ წინ, შენ რაღაცით ხარ წინ. ბოლოს ყველაფერი თანაბრად, ანუ ეხა აი ამ ფორმატში, ამ მოცემულობაში მე და შენ გავთანაბრდით იმ ხრივ, რომ აი შენ არ დამიწყევ თქვათ რაღაცა სნობიზმი, რომ აი შენთან არ მეკადრება მოსვლა და ჩემს ასისტენტს ელაპარაკე. გეთქვა. აუ მე თუ არ ავიყვანო ასისტენტი და აი ეგრე არ მოვაწერინო რომ მეკი. ანანა დაკავებულია, გადმორეკეთ 2 კვირაში. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან მადლობა ჩემო ფსიქოლოგო რომ მიმიღეთ და ძალიან გაიხსენი ხო? მეც თავიდან ცოტა შებოჭილი ვიყავი რომ მეთქი ვაიმე ახლა რა ცუდი შაბეჭილება არ დავტოვო ამ გოგოზე რაღაც. ხომემე. ხო და უკვე დატოვე ჩემს შაბეჭილება. მე იმ შაბეჭილების ქვეშ ვარ სულ, რაც აი იმ კრეატორში რომ გაიღიმე და საყვარელი იყავი, всё მორჩა რა. ეგ შაბეჭილება მაქვს და ეხლა რაღაცა სიგიჟე ლახვარ უნდა ჩამარტყა ზურგში რა რაღაცა. მოიცა ესეთ. ხალხი უნდა დაოფასოთ მეგობრებო და არ დაგვეზაროს გამოწერა. არ დაგვეზაროს გამოწერა ხო? ეგ ეს რატო არ თქვი იმდენ 5 საათი მალაპარაკე აქ. ერიქით. ხო, გამოიწერეთ. და ეს თუ წარმატებას მიაღწევს, მე გაახსე დასკრინეთ და მე გაახსენებ რომ აი მე იქიდან ვარ აქ 500 გამომწერი რო ყავდა. აბარა. მართლა. სალის ბაბლი დღითი დღე უფრო იზრდება და ჩემი მიზანიც ეგ არის ზუსტად რომ შევქმნა რაღაცა აი ესეთი პოზიტიური ენერგიის ბაბლი, მართლა ის სახელიდან გამომდინარეობს ეგეც და ვიყოთ რავი პოზიტიური ენერგიის გამომცემლები ერთად. აგეტირა